ხარი სიახლესთან დაკავშირებით. კი, აუცილებლად ვიტყვი, რა სიახლეა, გარდა იმისა, რომ ყოველ შუა დღეს ჩვენ ყველა დღის შესახებ კონკრეტულად საუბრობთ უფრო მსუყეთ, რომელი დღეისთვის არის კარგი, რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის არის გაცილებით უფრო ესეთი პერსპექტიული, კონკრეტული, კვირის კონკრეტული დღე, ასევე დავამატებ თითო ყველა ესე ვთქვათ ზოდიაქოს ნიშნის შესახებ თითო-თითოდ რა თქმა უნდა რიგითობით ვისაუბრებთ და ვიტყვით პირველ რიგში იმის შესახებ, როგორები არიან ისინი, ცოტა სხვანაირი რაკურსით დაგანახებთ, მოკლედ, ასევე ვისაუბრებთ იმის შესახებაც, რას ნიშნავს ამა თუ იმ ნიშნის დაბადება კონკრეტულად, იმიტომ რომ შემთხვევით არ არის საერთოდ ადამიანი, რომ მოდის კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით და არც იმ ოჯახისთვის არ არის სხვათა შორის შემთხვევითი, ეს არის მესიჯი სამყაროსგან, იმ ეტაპზე, ესე ვთქვათ, რა ეტაპს გადის მისი ოჯახი, მისი მშობლები, მაგალითად და ძალიან ის ეხმიანება კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ბავშვის მოვლინება აი ამ პერიოდებს და ამიტომ ესე გადავწყვიტეთ, რომ ყოველ გადაცემაში კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანზე ვისაუბრებთ. დღეს ვისაუბრებთ აუცილებლად ქალწულის ნიშნის ადამიანებზე, იმიტომ რომ მზე სანამ ქალწულის ნიშანშია და ამ კვირის ბოლოსკენ უკვე გადაინაცვლებს, სასწორში გადავიდეს უდამალე, ბოლო მოხიკანები იბადებიან ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის და სანამ არის მზე ქალწულში, ჩვენ დღეს მათზე ვისაუბრებთ. დღეს უმორიელზე უნდა ვილაპარაკოთ, ეგრე გამოდის. არა, მორიელის დროც მალე მოვა, მინდა გითხრა, ჩვენ ესე მიყვებით ეს თქვა რიგითობით და შესაბამისად თუ იცით არ მინდორო ზოდიაქოს ნიშნების ქალწულის შემდეგ სასწორზე ვისაუბრებთ და მე უკვე მოდის მომდენო გადაცემაში დაუთმობთ უკვე დროს მორიელს მე მოვა ეს ნოემბერია მორიელი ხო ანუ ესე მიყვებით მოკლედ იმიტომ რომ ჩვენს მაყურებლებს ძალიან აინტერესებთ ასევე კონკრეტულად ზოდიაქოს ნიშნების შესახებ ინფორმაცია და მოკლედ ჯერ გავაკეთოთ დღეების მიხედვით პროგნოზი და დილის ეთერში თქვი და ეხლა ვიტყვი რომ ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც ვუყურებ კვირის დინამიკას, პლანეტების ინგრესიებს, ეს კომბინაციებია პლანეტების საზზე, იმიტომ რომ ასტროლოგები ჩვენ ესე ვითვლით ხოლმე, ესე ვთქვათ, როგორი კვირა შეიძლება იყოს, აი ადამიანები რომ ელოდებიან ხოლმე ჩემგან და ჩემი კოლეგებისგან, აი როგორი კვირა უნდა იყოს, ჩვენ ამას ვაკეთებთ პლანეტების კომბინაციების, ესე ვთქვათ, თალყურის მიდევნებით. თუ კი ვხედავთ რომ ეს პლანეტები ცაზე ერთმანეთს ჩხუბებიან რაღაცა გარკვეულ გაბუტულ მდგომარეობაში არიან, მაშინ ვხედავთ რომ არის გარკვეული მოვლენები მოსალოდნელი და ნუ ნეგატიური თუ პოზიტიური ამას უკვე სხვა დატვირთვა აქვს, თუმცა ყველა ნეგატიური მოვლენა შეგვიძლია გამოვიყენოთ პოზიტიურ ჭრილში. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს ამის შესახებ, იმიტომ რომ ყველა კრიზისი არის ახალი სტარტი. და ეს ის კვირაა, როდესაც ძალიან ცოტა ესეთი კონფლიქტი. მინდა გითხრათ, სხვათა შორის მე შევამჩნიე ჩემმა შვილმა მიმაქცევინა ყურადღება, ძალიან კარგად ჩანდა იუპიტერი რამოდენიმე დღის წინ ღამეცაზე. ის ცნობს ამას და მითხრა რომ ეს არის სხვათა შორის იუპიტერი ხარ ძალიან ძლიერ თავის პოზიციაში ვერძის ზოდიაქოს ნიშანს გადის და ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანები ალბათ დამეთანხმებიან ძალიან ბევრი მათგანის ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ გაუმჯობესება რაღაცა მნიშვნელოვანი სიტუაციები ალბათ ესეც კიდევ გააჩნია იმიტომ რომ იუპიტერს თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე გამარჯვების და წარმატების პლანეტაა ზოგადად მაგრამ ეს არის პლანეტა რომელიც ფილოსოფებს მართავს სხვათა შორის მას აქვს გაფართოვების ზოგადად ეს ფუნქცია აქვს ყველაფერი გააფართოვოს ანუ რასაც იპოვის იმას გააბევრებს ესეთი ტიპია ზოგადად კარგი რაღაცები უნდა დაახვედრო თუ ცუდი დაახვედრო იმას გაგიბევრებს კი ანუ იუპიტერის ესე ვთქვათ მოძრაობა ხშირ შემთხვევაში აბევრებს იმას რაც ჩვენ დავაგროვეთ და ნუ გააჩნია რა დავაგროვეთ ყოველთვის კარგს არ ვაგროვებთ სამწუხაროდ აქედან გამომდინარე იუპიტერს ეს ფუნქცია აქვს დავიწყოთ კვირის დღეების მიხედვით დღევანდელი დღე ხასიათდება კირჩხიბის ენერგიით და საერთოდაც ეს კვირა განსაკუთრებით მისი პირველი ნაწილი ძალიან კარგია ყველანაირი ტიპის საოჯახო დღესასწაულებისთვის, აი საღამოობით რომ შეკრიბოთ მაგალითად ადამიანები, აი რაც უფრო მეტ ადამიანს დააპურებთ, რაც უფრო მეტ ადამიანს ესე ვთქვათ შეკრებთ ერთად თქვენ საყვარელ ადამიანებს, რისი საშუალებაც გაქვთ, რამდენი დროც გაქვთ, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით დღევანდელი დღე და ხვალინდელი დღე ამ მხრივ ძალიან გამორჩეული იქნება. დღევანდელი დღე არის ძალიან ემოციურად ძალიან დატვირთული, განსაკუთრებით ემოციურები არიან ესეთ დღეებში ქალები. გამოირჩევიან ესე ვთქვათ რაღაც ემოციური მიმღებლობით. ეს კარგიც იყოს შეიძლება და ცუდიც რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ქალის შემთხვევაში ასევე შესაძლოა ამ კვირის მანძილზე და
კვირის პირველი 2 დღე, ორშაბათი, სამშაბათი იყოს თვით გამორკვევის და ილუზიების დამსხვრევის ორშაბათი დღე განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლებელია აღმოვაჩინოთ, რომ ვიზეც რასაც ვფიქრობდით კონკრეტულ ადამიანზე, თურმე არ შეესაბამებოდა მთლად იმ მოლოდინებს, რაც აქამდე გვეგონა. საერთოდ ეს კვირა ზოგადად არის ძალიან აქტიური იმ კუთხით, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოხდება ეს ვარდისფერი სათვალეების ჩამოხსნა იქნება მოკლედ და ძალიან ბევრი რამე გახდება ნათელი. ამოვისუნთქებთ, კი, ნამდვილად. ამიტომ კვირის პირველი დღე და ხვალინდელი დღეს შუა დღემდე საკმაოდ ემოციურია, კულმინაციურად ემოციური შეიძლება ითქვას და ძირითად შემთხვევაში აქ იქნება ძალიან ბევრი სიტუაციები, რომელიც შეეხება ოჯახს, ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს, დღევანდელი დღე განსაკუთრებით, მათ საჭიროებებს და ჩვენ მოგვიწევს სწორედ განსაზღვროთ ჩვენი როლი მათ ცხოვრებაში და მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში და უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ არ არის საჭირო შევეწიროთ თუნდაც ვალდებულებებს, ოჯახურ ვალდებულებებს და არც ის არ არის საჭირო, რომ ჩვენ მსხვერპლი მოვითხოვოთ. ანუ არც მსხვერპლად უნდა ვიგრძნოთ თავი და არც მათგან უნდა მოვითხოვოთ, რომ ჩვენს გამო ზომიერება არის. კი, ზომიერება, მეტი ემოციები გამოხატეთ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს შესაძლებელია ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდეს, რომ აი მე ყველაფერს ვაკეთებ და ამით მამტკიცებ ჩემს სიყვარულს. რეალურად კი გაღიზიანებოდება მოიმატებს იმის გამო, რომ საქციელზე მეტად საჭირო ემოციები, იმიტომ რომ დღევანდელი დღე კირჩხიბის ენერგიებით გამოირჩევა და თქვენ საქციელზე მეტად თქვენი სიტყვები თუნდაც ბოდიშის მოხდა მაგალითად ემპათია გაცილებით უფრო მეც გააკეთებს ეს მეტად დაფასდება შეიძლება ესე ითქვას ხვალინდელი დღე დღის პირველი ნაწილიც ასევე გამოირჩევს და ამ კირჩხიბის ენერგიით და ეს ძალიან კარგი დღეა სხვათა შორის დღევანდელი დღე მაგალითად მორიელისთვის კარგია კირჩხიბისთვის კარგია თევზებისთვის კარგია ანუ წყლის ნიშნის წარმომადგენლები ვინც არიან ასევე დღევანდელი დღე ძალიან კარგია ყველანაირი ტიპის მცირეოდენის ესე თქვა საბინაო რაღაც ცვლილებებისთვის იქნება ეს ცოტა კოსმეტიკური რემონტის წამოწყება, რაღაც გადაადგილებები, მაგალითად დეკორაციების შეცვლა. ძალიან სასიამოვნო შეიძლება აღმოჩნდეს. შეიძლება ჩართოთ ოჯახის წევრებიც, დაავალოთ მაგალითად და რაღაც სახალისო სიტუაცია შეიძლება შექმნათ საბოლოო ჯამში, რომელიც შეიძლება საღამოს დააგვირგვინოთ ერთობლივ, რა ვიცი, ჩაის სუსმით, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს და ხვალინდელ დღეს აი ყველა ეს მომენტები, რასაც აი ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებთ, ერთად ისადილებთ, ან სადილს მოამზადებთ, მაგალითად ივახშმებთ, ჩაისდალებთ, აი ცოტა სხვანაირ ემოციებს იღებს და აი განსაკუთრებულად მიხვდებით რომ ცხოვრებაში ხანდახან არ არის ბევრი საჭირო იმისთვის რომ თავი ბედნიერად იგრძნო და რაც გაგჯერის უნდა დააფასო. ხვალინდელი დღე მისი მეორე ნაწილი უკვე ენერგეტიკა მოიმატებს, აქ იქნება ლომის ენერგიები წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანში ეგო გამოიღვიძებს. ეს ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის რომ თქვენი თავის პრეზენტირება სადოთ. ყველანაირი კუთხით, კასტინგზე მიდიხართ, შეიძლება რა ვიცი რაღაც ესე ვთქვათ, გინდათ რომ დამქირავებელს თავი მოაწონოთ, წახვიდეთ გასაუბრებაზე. შესანიშნავი პერიოდია. ოღონდ გარკვეული თეატრალური ელემენტები აუცილებლად უნდა ახლდეს ამ თქვენს ესე ვთქვათ სითამამეს. საერთოდ ძალიან კარგი დღეა იმისთვის რომ გამოიჩინოთ სითამამე, ძალიან ბევრი ადამიანს ეს მოიმატებს ისეთ სურვილიც და გამბედალყა მოიმატებს ზოგადად. შვილდოსნები, ბერძები, ლომები, განსაკუთრებულად ესე ვთქვათ, მოწოდების სიგნალზე იგრძნობენ თავს ხვალინდელ დღეს, მოკლედ. ეს შეიძლება იყოს კიდევ ძალიან კარგი დღე ნებისმიერი ადამიანისთვის, აი მაქსიმალურად ბევრი დრო გაატაროთ ბავშვებთან. ასეთ დღეებში ბავშვები გაცილებით უფრო დამყოლები არიან, გაცილებით უფრო სასიამოვნოა მათთან კომუნიკაცია და ამ შემთხვევაში უკვე საღამოს შეგიძლიათ გაატაროთ ბავშვებთან ერთად და თქვენთვისაც სასიამოვნო იქნება, მათთვისაც სასიამოვნო იქნება და ნუ მიხვდებით რომ რაღაცა ჩატეხილი ხიდებიც კი შეგიძლიათ აღადგინოთ და თან ეს კვირა არის ზოგადად როგორი კვირა იცით ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის რომ რაღაცა თითქოს აქამდე რამე პაზლს თუ აშენებდით სადღაც აი დაბურდულ სიტუაციაში იყავით ურთიერთობაში ვერ ახერხებდით სწორად კომუნიკაციას აი ამ კვირის მანძილზე მიხვდებით აი ეს პაზლის რა ნაწილები აკლდათ თქვენს ურთიერთობას დალაგდება კი რა თქმა უნდა და ძირითადად ეს პაზლის ნაწილები იქნება სავარაუდოდ აღიარება ბოდიშის მოხდა სიყვარულის გამოხატვა მაგალითად ზოგმა შეიძლება საერთოდ ამოაფრქვიოს თავისი პრეტენზიები და აქედან გამომდინარე ესე ვთქვათ მოუწიოს მერე ბოდიშის მოხდა მაგრამ საბოლოოდ ფინალი იქნება მნიშვნელოვანი. ოთხშაბათია უნიშნულოვანი. ძალიან მაინტერესებს ოთხშაბათს რა იქნება. ხო. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათზე ვისაუბრეთ. დღის მეორე ნახევარი არის უკვე ეს ლომის ენერგიები. ხუთშაბათს რაც შეეხება ასევე შენარჩუნებულია ეს ლომისთვის დამახასიათებელი ენერგიები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი დღეა, შეიცვალოთ იმიჯი, განაახლოთ, ესე ვთქვათ, გარდერობი, ოღონდ წინა კვირასაც ვთქვი და ეხაც ვიტყვი, დრო არის გამოიღოთ კარედიდან ისეთი ტანსაცმელი და ისეთი ნივთები, რომელიც დიდი ხანი არ
გამოგიყენებია. ეგ რომელ ნიშნებს ეხებათ? ყველას ეხება აბსოლუტურად. ჩვენ კვირის ტენდენციებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. შესაძლებელია აი ხა აღმოაჩინოთ რამდენად ეფექტური ყოფილა, რომ მოგენატრათ უბრალოდ მათი ტარება, იმიტომ რომ მე ხა ისეთი პერიოდია, რომ განსაკუთრებული დანახარჯები ისეთ ნივთებზე, რომელიც ძვირადღირებულია, არ ღირს. ეს პერიოდი ჯობია გამოიყენოთ იმისთვის, რომ რაც გაქვთ ძველი თაროზე შემოდებული მაგალითად გადმოიღოთ და ხელახლა მოისინჯოთ, რომ შეიძლება აღმოაჩინოთ რა წონაში დაიკელი და გიხდებოდ მაგალითად. სხვანაირად შეიძლება დაინახოთ ის ნივთები, ის აქსესუარები, რომელიც წლებია შეიძლება არ გიტარებიათ თუნდაც და ასევე წინა კვირასაც თქვი, ახაც არის ეს ტენდენცია შენარჩუნებული, შეიძინეთ იქ სადაც სეილის პროდუქცია, ანუ ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე, აი დაახლოებით ეგეთი პრინციპია. ვენტილატორის შესაბამისად ხუთშაბათიც გამორჩეულია ესეთი ენერგიებით, ამბიციები მატულობს ადამიანებში, სხვათა შორის ნეგატიური კუთხით შეიძლება იყოს უბრალოდ სურვილი გადააჭარბოთ თანამოსაუბრეს ტემბრით და მასზე ხმამაღლა გილაპარაკოთ, იმიტომ რომ თქვენი უპირატესობა დაუნტკიცოთ და ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს კონფლიქტურ სიტუაციებს აუცილებლად, ამიტომ შეიცადეთ რომ ეს ლომის ყველაზე ძიმე, ესე ვთქვათ, ცუდი ვიბრაციებია, რა კი ღამით არა ლომის ნიშანს გადის. სამაგერად ლომებს რაც აქვთ კარგი ის უნდა გამოიყენოთ ესეთ დღეს, ეს არის გული, გულის ნიშანია ლომი და ყველაფერს გულით აკეთებს და მის გულში ყველა ეტევა, მოკეთ და მთავარი ნიშანია, რომელსაც სიყვარულია ელექსირი ცხოვრების და აქედან გამომდინარე შეეცადეთ ლომისთვის დამახასიათებელი კარგი ვიბრაციები ჩართოთ თქვენს ცხოვრებაში, გამოიყენოთ თუნდაც. სხვათა შორის ძალიან კარგია 4 შაბათი, დღის მორნახევარი, 5 შაბათი ასევე იმისთვის, რომ თუ კი თქვენ რაიმე ტიპის ღონისძიებებს გეგმავთ ხო, რაღაც ის ორგანიზება გინდათ, იმიტომ რომ ხა ვაკურდები ძალიან ბევრი ქორწილებია, დაბადების დღეებია, თან ამინდის ხელს გვიწყობს, შესანიშნავი შემოდგომა გვაქვს. აი საუკეთესო პერიოდია, აი რამე ღონისძიების გასამართად. მაგალითად, ანუ ესე ვთქვათ, 4 შაბათი, 5 შაბათი გაცილებით უფრო ეფექტური შეიძლება იყოს თქვენი მიერ მოწყობილი ღონისძიება. ვთქვათ, ვიდრე მაგალითად პარასკევი, დღის მეორნახევარი ან შაბათი, იმიტომ რომ პარასკევი და შაბათი უკვე ქალწულის ენერგიებზე გადავდივართ, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ამ დღესასწაულის მერე დავალაგოთ ჯობია რაღაცები ცხოვრებაში ზოგადად უფრო კარგად დავანოთ, ესე ვთქვათ, მეტი სიცხადე, იმიტომ რომ კვირის ბოლოს, კვირის მიწურული ძალიან მნიშვნელოვანია, კვირის ბოლო დღეები, პარასკევი, შაბათი, კვირა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ დაჯამება, არა მხოლოდ ამ კვირის, არამედ ზოგადად წლევანდელი წლის შეიძლება ისე ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ კვირას გვექნება ახალი მთვარის სასწორი ზოდიაქოს ნიშანში და 23 სექტემბერს თან პლუს მზე გადადის სასწორის ნიშანში, ასევე ეს არის შემოდგომის ბუნიობა, დღეღამსწორობა და ოდითგანვე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამას, იმიტომ რომ ეს არის ახალი ეტაპი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ეს არის გადათვირთვის ეტაპი, ზოგადადაც ეხლა ცაზე ესეთი კომბინაციებია, ყველა ცხოვრებაში შეიძლება იყოს სასარგებლო აპდეიტები, მოკლედ, რაღაცაში გავერკვეთ, რაღაცები უკან მოვიტოვოთ, ვილაპარაკოთ, გამოვხატოთ ჩვენი პოზიციები, გავარკვიოთ, ძალიან ბევრი ამის გარკვევა შეიძლება ამ კვირის მანძილზე. 5 შაბათი და 4 შაბათი ძალიან კარგია ვერძის ლომის მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის გაცილებით უფრო ეფექტური დღეებია, აი რა შეეხება 2 შაბათს და 3 შაბათს ქალებს უფრო მეტად აქვთ ეს ენერგეტიკა მომატებული, რაც შეეხება კვირის მიწურულს, აქ უკვე ქალწულის ენერგიებზე გადავდივართ, რაც იმას ნიშნავს, რომ პარასკევი პრინციპში ძალიან კარგი დღეა. დავალაგოთ საბუთები, მოვაწესრიგოთ, ესე ვთქვათ, რაღაცა ჩვენი საქმეები, გავარკვიოთ ურთიერთობები, გავაკეთოთ საჭირო და მნიშვნელოვანი ზარი, დავგეგმოთ, გადავგეგმოთ. ეს ძალიან კარგი დღეა ყველაფერი ამისთვის. ეს ძალიან კარგი დღეა ასევე მცირეოდენი ესეთი პროფილაქტიკური სამკურნალო ღონისძიებების შესატარებლად, თუ კი თქვენ გინდათ, რომ რაიმე ტიპის ესეთი გეგმიური თუნდაც ვთქვათ შემოწმება გაიაროთ, მიხვიდეთ ექიმთან, ძალიან კარგია, შესანიშნავი, არაჩვეულებრივი. ასევე ძალიან კარგია ყველა ტიპის ესეთი პროცედურებისთვის, რომელიც ზოგადად რაღაცის გაუმჯობესებას ეხება, ანუ თქვენს ორგანიზმში კვების რიტმის შეცვლა, მაგალითად მავნეჩვევებისგან გათავისუფლება. ძალიან კარგი დღეა პარასკევი ქალწულის კუროს თხისქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. რაც შეეხება შაბათს, ამ დღეს ძალიან კარგი იქნება თუ კი მეტ დროს
დავუთმოთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, თუ კი რა თქმა უნდა ყავთ და ყველა მეორეს ყავს ახლა მე მგონი და მეც ყავს ოთხფეხა მეგობრები. თუ არ ყავს ქუჩაში ძალიან ბევრი ოთხფეხა ადამიანი ყოველთვის შეგვიძლია და შეგვიძლია რომ მათ ყოველთვის შეგვიძლია დავეხმაროთ. საერთოდაც შაბათი დღე არის დღე, როდესაც შეგიძლიათ იყოთ ფუნქციურად სასარგებლო, შეიძლება ესე ითქვას, ანუ გააკეთოთ სიკეთე, ოღონდ თქვენი ესე თქვათ ქმედითი რაღაც საქციელიდან გამომდინარე და არა რაღაცა გრანდიოზულად ან დაპირებებით მაგალითად. აქედან გამომდინარე შაბათი დღე შეგიძლიათ დაუთმოთ რეალურ კველმოქმედებას თქვენი საქციელით, თუნდაც ეს იყოს ძალიან მინიმალური და შესაბამისად ძალიან კარგი დღე იქნება და ძალიან დიდ სიამოვნებას მოგაინჭებთ ეს ყველაფერი. ეს დღე ძალიან კარგია ქალწულის კუროს და თხისქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და კვირას ჩვენ გვაქვს ახალი მთვარე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. სასწორი საერთოდ არის პარტნიორობის ნიშანი, ანუ ესე ვთქვათ, ყველანაირი ტიპის პარტნიორობის ნიშანი, ეს არის პირადი ურთიერთობები, ეს არის საქმიანი ურთიერთობები. ამიტომ ყველაზე კარგი არის დავაჯამოთ, ვისთან ერთად გვინდა გავაგრძელოთ გზა. ეს ეხება პირად ურთიერთობებსაც, ეს ეხება ბიზნეს ურთიერთობებსაც, საქმიან ურთიერთობებსაც. ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება ეს ამ კვირის ბოლო იყოს კულმინაციური მომენტი იმ კუთხით, რომ გავარკვიოთ, საით მივდივართ, ვისთან ერთად ვზივართ, ესე ვთქვათ, ნავში, თუნდაც, ამიტომ კვირა დღე განსაკუთრებით უნდა გამოიყენოთ აი ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, გასაანალიზებლად და პრინციპში ქალწულის ნიშანზე საუბრობდით, ქალწულის ენერგიაზე საუბრობდით და ორი სიტყვით გეტყვით, ვინ არიან ეს ადამიანები? თუ არ ყავთ ოჯახში ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, თუ ყავთ გეცოდინებათ, რომ ეს არის შეუცვლელი ყოველდღიურ, ესე ვთქვათ, რუტინულ საკითხებში, იმიტომ რომ არ იყოს ქალწული ამ ქვეყანას ძალიან დაულაგებელი იქნებოდა, ქაოსში ვიცხოვრებდით, იმიტომ რომ ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები მოწოდებული არიან იყონ სასარგებლო. ოღონდ ქმედითაც სასარგებლო, ქალწულებს არ უყვართ ენის მოჭრით საუბარი და სხვათა შორის ბავშვები ალბათ ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომლებსაც დიდად არ უყვართ ზღაპრები. მათ ყოველთვის ურჩევნიათ დიდურად და ლოგიკურად აუხსნათ რა ხდება, რატომ ხდება, რისთვის ხდება, ვიდრე ენის მოჭრით ელაპარაკოთ. ქალწულები ძალიან ხშირად იბადებიან ისეთ ოჯახებში, სადაც პრინციპში ქალწულის ნიშნით დაბადება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მას აუცილებლად უნდა ყავდეს დედმამიშვილი. ძალიან იშვიათად იპოვით ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს, რომელსაც არ ყავს დედმამიშვილი და არ ზრუნავს მათზე, იმიტომ რომ ქალწული ძალიან ზრუნველია თავისი ბუნებით. ზრუნველი, მაგრამ ძალიან კრიტიკული, ის ამჩნევს ყველაფერს და შეუძლია იყოს ძალიან სარკასტული, როდესაც გაძლევთ შენიშვნებს. ცოტა დამღლელიც არის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერს ამჩნევენ. ცნობილი ასტროლოგი ლინდა გუდმენი ხუმრობდა, რომ თუ თქვენი მეუღლე ქალწულია, სახლიდან დიდი ამბავი ხა სამსახურიდან დაბრუნებული რომ ხელი გადაუსვას. ავეც მტვერი აქვს თუ არა შემოვა. ნუ თათ ესე არ ახასიათებს, შეიძლება ყველა ქალწულს არ ახასიათებს, შეიძლება, მაგრამ ისინი ამჩნევენ იმას, რასაც ხვები ვერასოდეს ვერ დაინახავენ, ამიტომ არაფერი არ გამორჩებათ. სხვათა შორის როგორც მეორე ნახევრები, მეუღლეები განსაკუთრებით მამაკაცებს ვსაუბრობ, ძალიან ყურადღებიანი არიან იმ დეტალების მიმართ, რომელსაც ქალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მაგალითად, დაბადების დღეები, ქორწინების წლის თავი. იცი რა, ფათ კარგად ვერ გაუგიათ, რატო ესეთი მნიშვნელობა. მაგრამ ახსოვთ, კი, ყოველთვის ახსოვთ. ესეთ წვრილმანებს ისინი ყოველთვის ძალიან კარგად იმახსოვრებენ და აი ეს შეუძლიათ ამ წვრილმანებში ყურადღებიანები იყონ. ქალწულს არ უყვარს ენის მოჭრით საუბარი, სამაგიეროდ ეს არის ადამიანი, რომლის იმედის ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ. თუ კი მან ცხოვრების მეგზურად აგირჩიათ, არ აქვს მნიშვნელობა ქალი არის თუ მამაკაცი. ის არის ძალიან ერთგული მეორე ნახევარი და შეიძლება ითქვას სტატისტიკურად ითვლება, რომ ქალწული ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორია. კაცებზე არის საუბარი თუ? ქალებზეც და კაცებზეც. მამაკაცებს შორისაც ძალიან ერთგული ადამიანები ხდებიან, თუმცა წესი არ არსებობს ყოველ გამონაკლისის გარეშე და ასტროლოგიაში არსებობს ანტაგონისტების თეორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალწულს აქვს ოპოზიციური ნიშანი თევზები. ეს არის მისი ბუნების უკიდურესი ჩრდილოვანი მხარე. ამიტომ თუ კი ქალწული ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ყველა მართალია, სწორია, დავარცხნილია და მუდმივად ჭკუას არიგებენ, თავს ის აუცილებლად იგრძნობს არასაკმარისად, ესე ვთქვათ, იდეალურად და შესაძლოა ზოდიაქოს ამ ნიშნით შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც არიან საშინლად ქაოსურები, ძალიან მოუწესრიგებლები, ეტანებიან
არც თუ ძალიან კარგ პრეპარატებს, მაგალითად, ხშირ შემთხვევაში ესეც შეიძლება ნახოთ, რაღაც გარკვეულ დრაგებს ეტანებიან ხოლმე, იმიტომ რომ ასე გაურბის ქალწული რეალობას, ეს იმ შემთხვევაში თუ კი ხდება ამ ანტაგონისტი ნიშნის ჩართვა და ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს ყავს ეს ანტაგონისტი, ეს არის ჩვენი ბუნების ესეთი ჩრდილოვანი მხარე. აქედან გამომდინარე, თუ კი ჩვენ ბავშვობაში დავისტრესეთ და ჩვენი შინაგანი ბავშვის ესე თქვათ რაღაცა რეალურად კარგად ფუნქციონირების საშუალება არ გვაქვს, შესაძლოა გადავლარდეთ ამ უკიდურესობაში და ამიტომ ხდება ხოლმე რომ ქალწულები თევზებს გვანან მაგალითად სუდ გამოვლინებაში, მშვილდოსნობით ყუპებს ასევე შესაძლოა ჩვენ ამაზე ადრე გქონდა ეთერი ამ თემაზე ანტაგონისტების თეორიაზე ეს ძალიან კარგად მუშაობს. ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები პროფესიულად ყველაზე კარგად პოულობენ თავს საბანკო საფინანსო სფეროში და ყველა სფეროში სადაც საჭიროა რუტინა, იმიტომ რომ ქალწული გიждდება რუტინაზე. ძალიან უყვარს თუნდაც ბავშვებს რომ დავაკვირდეთ, პაზლების ესე ვთქვათ, აწყობა უყვართ, რაღაცების აშენება უყვართ, ლოგიკურები არიან, ეს ძალიან ლოგიკური ხალხია და აქედან გამომდინარე უყვართ ყველაფრის დალაგება, მოწესრიგება, მისთვის ეს არის ბედნიერება, იმუშაოს საბუთებთან და ძალიან კარგი ექიმები. ქალწული რომ არ იყოს, სამყაროს არ ეყოლება ძალიან ბევრი სუპერ ძალიან კარგი ექიმი, იმიტომ რომ ქალწული პირდაპირ კავშირში არის მსახურების ნიშანია ზოგადად და მედიცინა არის კიდეც პროფესია, სადაც შენ უნდა ემსახურო ადამიანებს და შენი თავი შეიძლება მსხვერპლათაც კი მიიტანო როგორც პროფესიონალმა, ამიტომ ქალწულმა იცის ზუსტად რას ნიშნავს იყო ყველაზე ესე ვთქვათ თავდადებული ექიმი და უამრავი ადამიანი ხდება ზოდიაქოს ამ ნიშნით, ვინც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს და ძალიან წარმატებულები არიან, მინდა გითხრათ. ეს არის ძირითადად ის სფეროები, რასაც ირჩევენ, თუმცა ინდივიდუალურ ჰოროსკოპზეა უკვე დამოკიდებული, შეიძლება ქალწული შემოქმედებით სფეროშიც იყოს, თუმცა სადაც არ უნდა წავიდეს, არის ძალიან მერკანტილური, მატერიალისტი, ქალწულები ძალიან მატერიალისტი ადამიანები არიან, პარტერის მოყვარულები, ანუ გაგიკეთე, გამიკეთე. ისინი ვერ იტანენ ვალში ყოფნას, ოღონდ არც უყვართ, როდესაც მევალე ყავს. ანუ არც არ მოსწონთ, მოკლედ, თუ კი რამე გაგიკეთათ, სათავის სასარგებლოთაც აუცილებლად ელოდება და ეწყინება რომ ვერ მიიღოს, თუმცა თუ კი თქვენ სიკეთე აჩვენეთ და ასე ვთქვათ, ზრუნვა გამოხატეთ, დამიჯერეთ ვალში, არასოდეს არ დაგჭებათ. ასე რომ ძალიან საინტერესო ხალხია და შეუცვლელი დამიჯერეთ, იმიტომ რომ თუ კი თქვენ ყველაზე კარგი თანაშემწე გინდათ ყავდეთ, საუკეთესო თანამშრომელი და ყველაზე კარგი შემსრულებელი, ეს არის ქალწული. ქალწულებს შორის იბადებიან ყველაზე კარგი მუშაკები, შემსრულებლები და ანუ ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ესეთი შრომელი ნაწილია. პასუხისმგებლიანი როგორც. პასუხისმგებლიანები არიან, არასოდეს გადააბიჯებს დედლაინს, საკუთარ პირად ინტერესსაც კი გადადებს იმისთვის, რომ საქმე შეასრულოს. ამიტომ თხის რქებს გვანან, იმიტომ რომ მიწის ნიშანია ესეც, რა თქმა უნდა, ყველა მიწის ნიშანი ამ კუთხით, ნუ კურო ცოტა წაიზარმაცებს ხანდახან კომფორტის მოყვარულია, მაგრამ ქალწული არის სუპერ ჰიპერ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, რომელსაც შეიძლება პირად ურთიერთობებშიც ოღონდ თუ აგირჩიათ, მაშინ ჩაცვალეთ რომ შეგიძლიათ დაიყრდნოთ, თუმცა აქ უკვე იმაზეა საუბარი, აგირჩევთ თუ არა, იმიტომ რომ ქალწული ყველაზე პრეტენზიულ ადამიანებს წარმოშობს, მინდა გითხრათ და შესაბამისად ძალიან რთულია მის გულამდე მისასვლელი გზა იპოვნოთ, ძალიან ხანგრძლივი ეტაპის გავლა მოგიწევთ, იმიტომ რომ ქალწულებს არ ახასიათებთ დაჩქარები გადაწყვეტილებებს მიღება, მით უმეტეს თუ კი ქორწინებას და სიყვარულს ეხება საქმე, იქ ყველაფერი უნდა აწონოს დაწონოს, ამ ხალხს საერთოდ ყველაფერი ცხოვრებაში მიაჩნია პროექტად. და პროექტს ჭირდება რესურსი. ქორწინებაც რესურსია, პროექტია, რესურსი უნდა ჩადო ამ პროექტში. ყოვლის მომცველი ანალიზი იყო ადამიანს. ძალიან მაინტერესებს მორიელამდე როდის მიიღო. ეს ვაში წოიწი. ყოვლის მომცველი და თან დინარესავით არის. აი მორაკრაკებს ეს. ჩემი ძმა არის ქალწული და ახლა უცბად რაღაცებს ვიფიქრობდი ჩემთვის. აი ძალიან მართლა ძალიან კომფორტული ადამიანები არიან, მინდა გითხრათ და თუ აი იმ პატარა ნაკლოვანებებს, რომ უჭკუა უნდა გასწავლონ, იჯუჯღუნონ, მოკლედ აქვთ რაღაცა თავისი წესები, რომელსაც არაფრით არ შეიცვლიან, აი რაღაცა ჩვევები აქვთ, აი გამორიცხულია თქვენ გამო შეიცვალოს, რაღაც ცხოვრების წესი, ყოველდღიური რუტინა, აი ძალიან ძნელია ეს შეაცვლებინო. არა, იქეთ გადაგაკეთოთ შეუძლია, ვიდრე თვითონ თქვენ მოგერგოთ. ჯობია რომ არ აქვთ რაღაც აი თავისი პრიორიტეტები აქვთ, რასაც პრინციპულად არ დათმობენ არასდროს და აქედან შეიძლება დაგეთანხმონ, მაგრამ არავითარ არა, გამორიცხულია. ვიცი რა არის, ქალწული საერთოდ არის მუტაბელური ნიშანი, სხვათა შორის შვილდოსანი, ეს ცვალებადი ხალხია, ცვალებადი
ენერგია. ქალწული შეიძლება დაგეთანხმოს, მაგრამ მაინც იმას გააკეთებს, რაც თვითონ უნდა. და სხვათა შორის კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ, მორცხვები არიან ძალიან მორცხვი და ძალიან თავმდაბალი ხალხია. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ესე არ არის, იმიტომ რომ გამოიყურებიან ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. აი, გაწკრიალებულები, რომ შეხედავთ, აი, ყოველთვის დავარცხნილები, მოწესრიგებულები, აი, ყველაფერი თავის ადგილზე აქვთ, მოკლედ, მაგრამ არიან ძალიან მორცხვები და ძალიან თავმდაბლები და ძალიან ბევრ ქალწულს აქვს საშინლად დაბალი თვითშეფასება, რომ იცოდეთ, ეს შეიძლება ერთ შეხედვით არ ეთყობა, მაგრამ დამიჯერეთ ისინი ძალიან მორცხვებიან, ამიტომ თუ ქალწულის ნიშნის ადამიანი მოგწონთ, მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ, თქვენ ოღონდ ისე არა რომ შეაშინოთ ეგ რომელიღაც. შემდეგ კვირას ვის გამოვაშკარავებთ, ეგ მაინტერესებს. შემდეგ კვირას გამოვაშკარავებთ სასწორებს, იმიტომ რომ ზემოთ ნიშანში გადადის და შესაბამისად სასწორებზე უნდა ვისაუბროთ ყველაზე ბრანჭიებზე, ყველაზე დიპლომატიურებზე, თუმცა ასევე ყველაზე აგრესიულებზეც ხანდახან. გეტყვით რატო შეიძლება იყოს სასწორი ყველაზე აგრესიული და სასტიკიც კი? რა აღარ ვთქვათ, თორე რა კავშირშია სოფლიოს ცნობილი დიქტატორები? რა კავშირში არიან სასწორთან? ხო, არა, საინტერესო. ძალიან საინტერესო. ჩემთვის ეს სფერო არის აბსოლუტურად უცხო, ამიტომ რაღაც შევსწრებთ, რომ ცოტა დილეტანტური კითხვა უნდა დავსვა. მორიელს ყველაფერი აინტერესებს, რაც იდუმალებით მოსწონს. დილეტანტური კითხვა უნდა დავსვა, რაც ყურში მოხდა თავიდანვე, პლანეტების კონფლიქტი ახსენეთ თავიდან. შეგდეთ რა გვიხსნათ, რა არის პლანეტების კონფლიქტი? ანუ ხდება ინგრესია. როგორც ფაზები აქვს, ხო? პლანეტებსაც აქვთ, ესე ვთქვათ, თავისი გადაადგილების ტრაექტორია და ანუ თუ ისინი შედიან ასტროლოგიურად, ვთქვათ, კონფლიქტურ ზონაში ერთმანეთთან, მაგალითად, ხა მორიელის ნიშანს კონფლიქტშია ყავს ლომი და მერწყული. ეს არის კვადრატურის ნიშნები და იმიტომ ახშირად ლომები და მორიელები რომ ცოტა ჩეჩავენ ერთმანეთს ხოლმე. ძალაუფლებს. ანუ თუ პლანეტები ამ ნიშნებში არიან, მაგალითად დაიწყო მათი ესეთი კონფლიქტი, როდესაც გადიან კონკრეტულ ნიშანს, მაშინ ხდება რაღაცა აი რა ნიშანი იგულისხმება, ანუ ახლოს მიდიან ერთმანეთს. ხო, როგორ ასწინიან რომ კონფლიქტი კვადრატურის ნიშანში თუ დადგა, ესე იგი ლომის ნიშანში თუ დგას პლანეტა და მორიელის ნიშანში. კი, ეს არის 90 გრადუსიანი კუთხე, შეხედეთ? ანუ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გრადუსებია ასტროლოგიაში, ამ შემთხვევაში კონფლიქტურია ეს, ესე ვთქვათ, კონფიგურაცია, ასევე 180 გრადუსი ოპოზიციური დგომა, როდესაც საჭირო არის რაღაც უნდა დათმო იმისთვის, რომ რაღაც მიიღო და ასეთ პერიოდებს, როცა ვითვლით ჩვენ, ну, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის გასაგებენაზე ვამბობთ, რომ აი ხა ამ პერიოდში მოსალოდნელია კონფლიქტი, ამიტომ ამ კონფლიქტში ჯობია მოიქცეთ ესე, მოიქცეთ ასე, ან ესე ვთქვათ, ბევრ ნაწარმოებში სხვათა შორის აქცევენ ამას ყურადღებას. აი ვეფხისტყაოსანიც ხომ მთლიანად აგებული არის საზე და შექსპირს აქვს კიდე თითქმის ყველა პიესაში არის, რომ როგორ არის განლაგებული ვარსკვლავები და ნეტა რა მოხდება იმის მიხედვით. ხო, იმიტომ რომ ასტროლოგია ერთ-ერთი უძველესი მეცნიერება არ არის, რომ იცოდეთ, ეს არის პარამეცნიერება, დღესაც არ აქვს მას მეცნიერების სტატუსი, ეს არაფორმალური დისციპლინაა, რომელიც პრინციპში არც ერთ ქვეყანაში ესე ოფიციალურად პირდაპირ გაგებით არ არის აღიარებული, შეიძლება ითქვას, როგორც მეცნიერება, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უძველესი დარგი, რომელიც მოდის ძველი შუმერებიდან, მესოპოტამიიდან, ძალიან ძველია, ძალიან ბევრ მეცნიერებაზე ძველიც არის შესაძლებელია ითქვას, თუმცა ასტროლოგიას მართავს ურანი, მერწყულის ენერგიები და ასტროლოგებს არ აღელვებთ, ვისაც უყვარს ასტროლოგია, იცის, რომ ეს ფორმალური კლიშეები და რაღაც მიკუთვნებები ხო? მენის საკითხია? ეგრეთ. კი, ანუ ნამდვილად. და თავისუფლების, იმიტომ რომ ასტროლოგიის პრინციპი არის თუ თქვენ კარგად ჩაიხედავთ, ეს არის ის რომ ჩვენ თავისუფალი ვართ. ჩვენ არ ვართ მარიონეტები, ჩვენ არც ერთი პლანეტა არ გვსჯის, არც ღმერთი გვსჯის და ჩვენი ცხოვრება არის ჩვენს ხელთ. უბრალოდ არსებობს რაღაცა გარკვეული საგზაო ნიშნები, როგორც აი პლანეტები ამ ნიშნებს განაპირობებენ, სადაც ჩვენ უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ, იმიტომ რომ ჩვენი სული ესე იზრდება, ევოლუციისთვის მოდის ამ ქვეყნად ნებისმიერი სული და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიზრდებით ამ თუნდაც სირთულეებით, თუნდაც გარკვეული, თუნდაც პრობლემური თუ არა პრობლემური სიტუაციებით, შესაბამისად ასტროლოგია სწავლობს ძირითადად ამას. მოკლედ, ძალიან საინტერესო იყო მართლა, სოფია, როგორც ყოველთვის და დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებით, იმიტომ რომ რაღაც თითქოს ფორმატი რო შეცვალე, კიდევ უფრო საინტერესო ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა შენ და